მოგესალმებით. დილამ მშვიდობისა, მშვიდობიანი დილა მოგმადლოს უფალმა. ქუთაისი. ცენტრალური მოედანი, ბაღის კიდე. ეს ჩვენი ცოდვის ბუდი, აგერ აი ხალხო. ასე დაწესებულებებში და საერთოდ შეეცადეთ ბავშვები თქვენს პირადად ჯანმრთელი საკვები ჭამოთ. მივხვდით ხალხო რა. გაიხსენეთ საბჭოთა კავშირში. არავინ არ ხდებოდა ავად. გაიხსენეთ რა. აფთიაქებში გამყიდველებს ზინავდა. იმიტომ რომ საჭმელი, ნატურალური საჭმელი იყიდებოდა. ხალხო არაფერი შიგნით არ ირეოდა და დღეს გველი შხამზე უარეს ურევენ შიგნით, რომ საჭმელი არ გაიხსნას და არ გაფუჭდეს. ადრე გახსოვთ, პივა 2-3 დღეში ობიედებოდა, ნალექს იკეთებდა, ლიმონათი 2-3 დღეში ფუჭდებოდა. დღეს კაპიტალისტებმა დიდხანს რო გაყიდონ ნატახტარი ზედაზენი. დაფიქრდით რა ხალხო, ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი ბავშვები. კიბო მიმრავლა. ყველა დაავადებებმა იმუაბრավლა. რამდენი აფთიაქებია გახსნილი ხალხო? ქუთაისიდან გესაუბრებით და 8 აფთიაქი იყო გონია სულ ქუთაისში. საბჭოეთი რო იყო. იმ მაგ დროს ვიხსენებ, ახლა მე მაგ დრო ვიცი, მახსოვს, ვიყავი მაგ დროს. ჯანმრთელი კვება იყო და ადამიანები ავად არ გვიხდებოდნენ. და რა საბჭოთა კავშირი დაამგრიენ ჩვენმა მამებმა. სოფლიოს მოედო კერძო საკუთრება, კაპიტალი, გაიგეთ, კერძო საკუთრება. მილიონრები და მილიარდელები გახდნენ ადამიანები. საკუთარ თავში სახელმწიფოს ხედავენ და მოდის მე ერთმანეთთან მტრობა და უბედურება. არაფერს არ შეიძლება ასეთი ცხოვრება. სტალინი რასაც გაიძახოდა, მართალს გაიძახოდა, ერთობა, თანასწორობა, მეგობრობა, ყველაფერი საერთო იყო ხალხო. ჩვენი წინაპრები, ჩვენი მამების მამები ადიდებდნენ სტალინს. დიდ პატივს სცემდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფო შექმნა, ყველაფერი საერთო იყო, ყველაფერი ხალხის იყო. არ იყო ასე განკუთვნილი მე ყველაფერი და სხვას არაფერი. დღეს მილიარდელები მართავენ დედამიწას ხალხო. ერთი კუნძული იყო საბჭოთა კავშირი. სადაც იყო საერთო ყველაფერი ხალხის იყო. მთავრობა მართავდა, მთავრობა ქარხნებს, ზაოდებს. მარტო საქართველოში გემსაშენი ქარხნები იყო, მანქანებს უშვებდა, სამკერვალოები, თვითმფრინავებს უშვებდით, ვერტალიოტები ზრაბებს აკეთებდნენ. უამრავი რაღაცა ჰქონდა ხალხო. საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, ყველაფერი თურქებმა მის მერე გამოიხედენ თვალებში. ჩვენი ჩატანილი სიმდიდრით და დღესაც ჩვენი ქარხნები თურქეთში დღესაც მუშაობენ და ჩვენ ქვეყანას ანადგურებს სატანა, მამონა, კეფთა ხვანისმცემლობა, ფული. ადრე სინდისი და ნამუსი საბჭოეთში პირველ ადგილზე იყო. სინდისი და ნამუსით იგებოდა ჩვენი სახელმწიფო და ადამიანები სინდისით და ნამუსით ცხოვრობდნენ და დღეს სინდისი და ნამუსი ფულმა შეცვალა და ცოდვებია ჩვენი შვილები. კაცებს უფრო მომართავ. საღამოობით რესტორნები ამოტენილია. ადგილი არ არის, ქუთაისს ვიხსენებ, ქუთაისზე ვამბობ. ადგილი არ არის ქუთაისში რესტორნებში. რა გაჭმევთ, რა გასმევთ, თქვენ საწოდავებო. თქვენი შვილები ბოზებს მოიყვანენ სახლში, ხო იცით? ქალიშვილები აღარ იძებნება უკვე. სანთლისაძებნი გახდა ქალიშვილები. და თქვენი ქალიშვილები კაცებს მოგიყვანენ, მალე სახლში და ხმას ვერ ამოიღებთ. თქვენ ძღებით ისევ ღორებივით რესტორნებში რა გაკეიფებთ? არ გადარდებთ ჩვენი შვილების ბედი? ჭიბგადმოყრილები რო დადიან? ჩვენი ბავშვები? არა ენა, არა მამული, არა სარწმუნოება, არაფერს კარგს არ ასწავლიან? აი მიგრანტებო, ქუთაისია აგერა. დაიტკბეთ ცოტა თვალები და გაგაძლიეროთ ღმერთმა, ილოცეთ ყველამ, ადიდეთ უფალი, ფსალმუნები იკითხეთ, ადიდეთ ოღონ ებრაელები კი არა, საქართველოს ადიდეთ. გაიგეთ, ამასაც მივხვდით ფსალმუნებში, ადიდეთ უფალი, ადიდეთ საქართველოს. ამ ადლი მოვა თქვენზე.
დაქცევის პირას კი არა დაქცეულები ვართ ხალხო უკვე. ხალი ხალს აღარ გვიგავს ადრე ხალს ხვენოდა შარვლით სიარული. ბოს უпроსტად ბოს ხვენოდა შარვლით სიარული. ბოს ხვენოდა შარვლით სიარული და დღეს ხალები კაცებს უტოლებენ. თვალებს იმ ხელაზე ვარ დაცემულები, მაგრამ რა უნდა ელაპარაკო კაცებს შეხედე. რომელ კაცებზე ვილაპარაკო? ღორებივით ღიპები აქვს ხალხს გამხდარი. ღორის ხორცის ნაჭამი. ღორის ხორცი ღორად ხდის ადამიანს. მე მიკრობიოლოგი ვარ, ექიმი, მიკრობიოლოგია მაქვს დამთავრებული. დამტკიცებულია ღორის ხორცი ღორად ხდის ადამიანს და კი ვართ ქართველები გადაღორებულები. ხალი ხალს არ გავს, კაცი კაცს არ გავს. სმა ჭამა, ღორის ხვედრია მარტო, სმა ჭამა და უსინდისო და უნამუსო ცხოვრება და კი ცხოვრობენ ჩვენი მამები ასე სამწუხარო. საღამოვით რესტორნებში ადგილი არ არის. რა გაჭვევთ და რა გასვეთ ხალხო. თქვენი ბიჭები ბოზებს მოგიყვანებენ სახში ნახმარ ქალებს. და თქვენი ქალიშვილებად რომ მოდიან ამ ქვეყანაზე საყვარლებს მოიყვანენ სახლებში. ტროლეიბუსებში და ავტობუსებში, ავტობუსებში ჩემი თვალით მაქვს ნანახი. პატარა ბავშვებს სკოლის მოსავე პრეზერვატივები უვარდება ჯიბიდან. რა გაქეიფებთ რა? ჩირქად მოედება თქვენ მუსაჟა კი არის მოდებული ჩირქად, მაგრამ არ გიდათ რომ მიხდეთ? ღმერთმა გიშველოთ. და ღმერთმა გვიშველოს ჩვენც მარტო ჩვენ ასე თავს ვერ გავიტან. ყველა ცოდვები ვართ და ღმერთო იქნება აგვიხილო, თვალი დაგონება შეგვიბრალო, შეიცოდე ჩვენი ერი, გვაპატიე, ჩვენ მამამება ჭამენ ტყემალი. რაზე დაგვიმგვრიან საბჭოეთი საერთო იყო ყველაფერი ეშმაკზე მიგვყიდენ გამსახურდია დასაბავიდანვე ტყულში იყო სტალინი ზულდა მიხვდით სტალინი ზულდა აცხონოს უფალმა მიხვდა მაგაი თავისი სიტყვითაც აქვს მაგი ნათქვამი ერთი უბედურებიდან გამოვედით და უარეს უბედურებაში ჩავარდითო გაიგე ვერ ამხილა ბოლომდე და უბედურებაში რა ყოფილვართ იცოდა მაგრამ გვიან მიხვდა მაგას დამრიგებელი ვიყავდა არავინ და ეშმაკები ყავდა შემოსეული დაწყებული მისი ოჯახიდან აცხონოს უფალმა გაიგეთ მისი ამბები წესიერად გმირები ჩვენ გვყავს წმინდანები გვყავს ჩვენ გმირებად ნუ მისტერი ხართ გამსახურდიას ეშმაკს მიგვყიდა ხალხო უნდოდა კარგი და ეშმაკს მიგვყიდა წაგვახტინე საბჭოეთში ამას არავინ არ დაგიდგამდა მოწამლულ საჭმელს არავინ არ გაწმევდა თქვენ გაიგეთ ეგი აქ აი საჭმელი კლავს ადამიანს. გაიგეთ რა. ეს საჭმელი კლავს ადამიანს. იქონიეთ ოფსილა და ნუჭამ. კი ხარ დაფენილები და დაწვენილები, მე საავადმყოფოებში. ტიბგად მოყრილი ჩვენი შვილები დადიან, აგერ აი. და თქვენ რესტორნებში ძღებით, თქვენ შობელ ზაღლებო, რა ვერ გაზრა თქვენი მუცელი ჯანდაბა თქვენ. კარგი დროებით დიდება უფალ გოდებას ვიტყვი ისე მთავრობაზე. ეს გოდება რო დამიჭერენ, მაშინ მაგ დამპლებმა. ნამოხვანის გულიზა მაშინ რო პირველ ღამეს მომივიდა იზოლატორში ეს გოდება და ვიტყვი ახლა მე ჩვენი მთავრობის მიმართ და ჩვენი ყველა მესოურების მიმართ. არამზადები რო არიან. უფალი რო გაცვალენ ფულში, მიწიერ სიმდიდრეში. კი აქვს სტომაგები, ღორებივით ასე. ხდელი რო წვერს გაიპარსავს, იგი ხდელია. ხდელს რომ ხელა ღიპი ექნება, იგი საიდან აკეთებს მეტანიას. გაიშვით მასეთ წვალებლებს ხალხო. თავრობა ისედაც ეშმაკს ემსახურება, მაგაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, მაგრამ საწყენია ხდლები რო წვალებლებს დაემსგავსენ. წვერს იპარსავენ, ღიპებს დაატარებენ, მეტანიას არ აკეთებენ, ანაფემა. მაგ უზნეობას ყველაფერს ანაფემა. არ არიან მაგენი ხდლები მწვალებლები არიან. გოდება მათ ყველას თავრობიდან დაწყებული. უფალო ვიამბორები შემფეხთა სავალს, დამაძლევინე ბოროტი ადამიანთა სულთა, ყველა ძალოვანი მამხილებინი აღვირში მამები, ხვამსა ზედა ამსხრიე მათი სულები, აგზობინე ტანჯვა ამირანისა, ღალატი ცოლისა, ღალატი ქმრისა, ჩვილთა ტანჯვა ოჯახებში მათთა ძეთა და იგზნონ ღმერთი ყოველისა სამეფოსა, კანდელი უბნელი ცოდვისა, ცეცხლი მოხვიე სულებსა, მაცა ღმერთს განდგომილსა, ღვენთე მათი ძარღვები, აბღავლე უფალო მტერი შენი, შეგვიბრალე ღმერთო ნუქტანჯავ ამურჯულოთა ქართველთა, სული შენი ძალი შენი მოგვეც ღმერთო, რათა ასპიცა სული დაიძლეს და განდიდეს სახელი შენი, მათი თესლი,
ვასილისკოს მოდგმა მათი გაწყვიტე ღმერთო ცეცხლით, ჭირით, ყუპრით დამატლე მათი ნაღვირალი მოდგმა მოუნანიებლისა პრემიერისა მოდგმა მოუნანიებლისა მინისტრებისა მოდგმა მოუნანიებლისა დეპუტატებისა დანამებისა მოდგმა მოუნანიებლისა ექიმისა ფიცტეხილსა მოდგმა მოუნანიებლისა მოსამართლისა ტყუილიწონისა მოდგმა მოუნანიებლისა გამყიდველისა სანთლისა გაპარსულისა მღვდლისა და ხატების ღმობილსა ვინაიდან მოვლენილი არიან უფლით მწყემსად ქვეყნისა საქართველოსა უფლის შიშით უნდა მწყემსო იციან ეს ყველაფერი და ბოროტ ჩადიან ანაფემა თქვენ სულებს ჯოჯოხეთი გელი თქვენ ფულში რო გაცვალეთ სინდისიდან რამუსი ენა და მამული და სარწმუნოება ხალხო ერთობის დრო არის და გადავდოთ ყველაფერი ჩვენი სოდები და გავერთიანდოთ უშველოთ ქუთაისლებს ვამბობ თბილისი დიდი ხანია მიყიდული ეშმაკზე იმერეცე ვიძახი კიდე არის აქ ცოტა სიცესიერი შემორჩენილი არა ჩვენც აგვახტენენ თქვა თუ არა მოვიღეთ დროებით მიყვარხართ